ეს დოკუმენტია. ქურთისტანის დაკავება, ხო? ქურთისტანი გარსონები, ჰოი, ჰოი. ეს შეიძლებოდა ირანში ომის გარდამტეხი მომენტი ყოფილიყო. გეგმა უკვე მიმდინარეობდა. ასობით ქურთი მებრძოლი სულეიმანიიდან, ერაყიდან ირანში მიემართებოდა და ასობით ბალუჩი პაკისტანს ტოვებდა. ჩვენ ყველანი ვიმედოვნებდით, რომ ომი საბოლოოდ რეჟიმს დაამხობდა და სწორედ ამ მომენტში უნდა ჩართულიყვნენ ქურთები. სახმელეთო ოპერაციის გეგმა დიდი ხნის განმავლობაში მუშავდებოდა ამერიკულ სადაზვერვო სააგენტოებსა და ოპერაციებსა და ქურთ ოპერატორებს შორის. ამას ადასტურებენ წყაროები ისრაელში, რომლებიც არ არიან მზად კომენტარი გააკეთონ მოსადის როლზე ამ ოპერაციაში. მომზადების პროცესში შედიოდა შეხვედრები ქურთულ ჯგუფებთან, იარაღის გადაცემა და სპეციალური წვრთნები, ხოლო ქურთები ემზადებოდნენ ომის დაწყებამდე ერთი კვირით ადრე გამაერთიანებელი ორგანიზაციის და კოალიციის შექმნით. ვაშინგტონი, ერბილი და თეირანი. წყაროები ადასტურებენ, რომ ირანელმა შეიარაღებულმა ქურთულმა ჯგუფებმა ინტენსიური კონსულტაციები გამართეს ვაშინგტონთან. დონალდ ტრამპმა Fox News-თან ინტერვიუს შემდეგ გაკეთებულ განცხადებაში თქვა, რომ შეერთებულმა შტატებმა სცადა ირანელებისთვის იარაღის გაგზავნა ქურთების მეშვეობით. მაგრამ მე-90-ე წუთზე მას შემდეგ, რაც იარაღის მიწოდება უკვე ქურთებამდე მივიდა, სახმელეთო ოპერაცია შეჩერდა. ეს ინფორმაცია თურქეთამდე მივიდა და თურქეთმა ზეწოლა მოახდინა ერაყის ქურთისტანის რეგიონზე, რომ შეეჩერებინათ ეს გეგმა. როდესაც შეერთებულმა შტატებმა და ისრაელმა ეს ნაბიჯი დაგეგმეს, ეს ინიციატივა უბრალოდ გაჟონა მედიაში და შემდეგ თურქეთის მთავრობამდე მივიდა როგორც ახალი ამბავი და მათ ჩაშალეს ეს ნაბიჯი საბაბების გამო. ეს არის საიდ ჰამიდანის, არაბთა ბრძოლის ხელმძღვანელის აღვაზის გათავისუფლებისთვის ჩვენება, რომელიც ცოტა ხნის წინ მონაწილეობდა აღვაზელი ოპოზიციონერების, ქურთების და ირანის მოწინააღმდეგე სხვა პირების კონსულტაციებში. ჰამიდანი მიუთითებს თეთრი სახლისგან ინფორმაციის გაჟონვის წყაროზე. ამ გეგმის გამხორციელება ვერ მოხერხდა მიღებული ინფორმაციის მიხედვით, რადგან JD Vance თავად სურდა, რომ რეჟიმი დარჩენილიყო ისეთად, როგორიც არის. ისრაელის ძალიან მაღალი თანამდებობის პირები უარს ამბობენ აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის პირდაპირ დასახელებაზე, როგორც ოპერაციის თურქეთისთვის გამჟღავნების წყაროზე, თუმცა ისინი მზად არიან გარკვეული ფაქტები გაამჟღავნონ. საიდუმლო სახმელეთო გეგმის დეტალები მართლაც თურქებმა შეიტყვეს თეთრი სახლის წყაროებიდან. მათ შორის იმ პირებისგან, რომლებიც მიიჩნეოდნენ ამერიკის ვიცე-პრეზიდენტის მრჩეველთა ვიწრო წრის წევრებად, რომელიც ეწინააღმდეგებოდა პრეზიდენტის მიდგომას ომთან დაკავშირებით. ისრაელში ამბობენ, რომ შეერთებულმა შტატებმა მართლაც გასცა გაუქმების ბრძანება მიუხედავად იმისა, რომ აშკარა იყო, ეს ამერიკის ინტერესების დარღვევა და ირანში რეჟიმის შოკირების შანსი იყო. შევიდნენ ზოგიერთი ქურთული დაჯგუფებები, მაგრამ მალე უკან დაიხიეს, რადგან დეგმა თურქების მიერ შეჩერდა. ასევე ნახეთ თუ როგორ დაიწყო ირანის რეჟიმმა კომოლას ბანაკების ინტენსიური დაბომბვა. ისრაელის ოფიციალური პირები მიუთითებენ კიდევ ერთ საერთო ნიშნულზე, თურქეთსა და თეთრი სახლის ოფიციალურ პირებს შორის, კერძოდ შიშზე, რომელიც ირანში რეჟიმის დაცემის შედეგებს უკავშირდება. რაც შეიძლება ახსნას ამერიკული ჩართულობა თურქებისთვის გეგმის დეტალების გაჟონვაში. თუ რეჟიმი დაეცემოდა, მაშინ უნდა გვენახა რაღაც ტალღა, ახალი ლტოლვილების ტალღა, რომლის ნახვაც თურქეთს არ სურდა. ამიტომაც ისინი ასე იქცეოდნენ, მაშინაც კი უნდა გვენახა რაღაც შოკის ტალღა, ახალი ლტოლვილების ტალღა, რომლის ნახვაც თურქეთს არ სურდა. და ამიტომაც მათაც კი ჰქონდათ განზრახვა შესულიყვნენ ტერიტორიაზე. ირანულ ტერიტორიაზე. და იქ შეექმნათ ბუფერული ზონა. მათ იმდენად აღიქვამდნენ რეჟიმის დაცემას, როგორც კოშმარს მათთვის. აზერბაიჯანის რეგიონებში და იმ ტერიტორიებშიც კი, სადაც ქურთები ცხოვრობენ, არ აძლევენ საშუალებას, რომ დამოუკიდებელი ქურთული მთავრობა ჩამოყალიბდეს. ქურთული პარტიები და ძალები, რომლებიც მონაწილეობდნენ ოპერაციაში, ან ჰქონდათ ინფორმაცია მის შესახებ, დღეს უარყოფენ ნებისმიერ კავშირს მასთან. ერთ-ერთი პარტიის წარმომადგენლებმა, რომლებმაც კომენტარის გაკეთება არ ისურვეს, i24 News English ფარულად უთხრეს, რომ მებრძოლებმა უკვე დატოვეს სულეიმანია ერაყში და ამერიკელების თანხმობის მიღების შემდეგ ირანისკენ გაემართნენ. მუსტაფა ალ-ჰიჯრი, ირანის ქურთისტანის დემოკრატიული პარტიის ერთ-ერთი მაღალი თანამდებობის პირია.
მან კონსულტაციები გამართა ამერიკელ ოფიციალურ პირებთან. ზოგიერთი ამტკიცებს, რომ მან სულ მცირე ერთხელ თავად ამერიკის პრეზიდენტთანაც ისაუბრა ქურთული ძალების მზადყოფნის დასადასტურებლად. ეს არის რებაზ შარიფი, ქურთისტანის თავისუფლების პარტიის ფაკის სამხედრო ფრთის მეთაური, რომელმაც კიდევ ერთხელ დაადასტურა მზადყოფნა, მონაწილეობა მიიღოს ნებისმიერ ოპერაციაში, რომელიც ირანში სახმელეთო დარტყმას ისახავს მიზნად და მიიღოს ნებისმიერი ამერიკული მხარდაჭერა. ჩვენი ძალები ირანის ქურთისტანში იმყოფებიან და ისინი საუკეთესო ძალებია, რომლებიც ჩვენ გვემორჩილებიან. როდესაც ქვეყანას გაათავისუფლებენ, ჩვენ დავბრუნდებით. მაგრამ მას შემდეგ, რაც ერდოღანის თურქეთმა ამის შესახებ გაიგო, თეთრმა სახმა ოპერაციის გაუქმება ბრძანა, მიუხედავად იმისა, რომ შეგნებულად უარი თქვა ნაბიჯზე, რომელსაც შეეძლო ომის მსვლელობის შეცვლა და ამერიკელები ირანთან დამამცირებელი მოლაპარაკებების დაეცვა. თურქეთმა ზეწოლა მოახდინა ქურთული ოპერაციის აისახსაკვეთად, რადგან შიშობდა, რომ ეს შეიძლება გამოეწვია ქურთული ავტონომიის შექმნას დამოუკიდებელ პროვინციაში და ზიანი მიეყენებინა მის ეროვნულ ინტერესებს. როდესაც ქურთები შეძლებდნენ რაიმე ხელშესახების მიღწევას ირანის არენაზე, ეს შესაძლოა სხვა არენებზეც აისახოს, როგორიცაა სირია, ერაკი და თურქეთი. ამიტომ თურქები ამ ინიციატივის წინააღმდეგ გამოვიდნენ. მაგრამ ეს არ იყო ერდოღანის ერთადერთი გათვლა. მათი თვალსაზრისით, თუ საბოლოოდ დაეცემოდა, მაშინ მთავრობა, რომელიც მას შეცვლიდა, უნდა ყოფილიყო თანამშრომლობისთვის მზად ისრაელის სახელმწიფოსთან და ეს არის უკანასკნელი, რაც ანკარას სურს. ანკარას სურს იხილოს ისრაელი დასუსტებული. ირანის რეჟიმის წინააღმდეგ მყოფი ოპოზიციური ელემენტების შორისაც კი საკმაოდ ბევრი კრიტიკაა ამერიკული დაგეგმვისა და იმ ძირითადი დაშვებების მიმართ, რომლებზეც ეფუძნებოდა ოპერაცია, რომელიც საბოლოოდ არ განხორციელდა. პირველი შეცდომა იყო ქურთებზე დაყრდნობა და არა ახვაზელებზე. კონტაქტები იყო მორიდებული, უფრო მეტი იყო სპეკულაცია. ყველაფერი ქურთულ პარტიებზე იყო დამოკიდებული. წარმოედგინათ, რომ ქურთულ პარტიებს ერაყში ბანაკები და ძალები ჰყავდათ. ეს გეგმა მხოლოდ ქურთ მებრძოლებზე იყო კონცენტრირებული და ერთ-ერთი ნაკლი სწორედ ეს იყო. რადგან არსებობს ხალხი სახელად ახვაზის ხალმელთა რაოდენობა 15 მილიონზე მეტია. თუ პოლიტიკური გონიერება იქნებოდა, ამ რეგიონზე მუშაობა, ხურმუზის საკითხები, საკმარისი იქნებოდა მხოლოდ ახვაზის რეგიონში განახლება, რომ ირანისთვის ეს მეოთხე ბარათი, ანუ ესეც წაართმევდნენ. მეორე შეცდომა ეხება ვარაუდს, რომ ქურთები ერთიანები არიან. ყოველ განსხვავებულ რეგიონში ჩვენ ხედავთ სხვა მოთამაშეს, რომელიც ადგილობრივ ქურთებზე ამყარებს გავლენას. აქ თავარი თამაშია პანკურდიზმი და ქურთებს პირველი მსოფლიო ომის შემდეგ ვერ გამოუვიდათ ამ პროექტის განხორციელება. მესამე შეცდომა უკავშირდება ქურთების ურთიერთობას შეერთებულ შტატებთან მას შემდეგ, რაც ვაშინგტონმა მათზე უარი თქვა და უპირატესობა მისცა აჰმედ ალ-შარასა და ერდოღანის სირიას. ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა უბრალოდ უგულებელყო სირიის სამხედრო ოპერაცია ჩრდილო-აღმოსავლეთ სირიაში და უბრალოდ ქურთები გაწირა. ამით შეერთებულმა შტატებმა სერიოზული დარტყმა მიაკენა თავის სანდოობას ქურთულ სამყაროში. ასევე ირანის არენაზე ქურთებს შეეძლოთ თავი მარტო ეგრძნოთ თავრობის წინააღმდეგ ამერიკული მხარდაჭერის გარეშე. მეოთხე შეცდომა უკავშირდება ქურთული მემარცხენე ორგანიზაციების ძალას. ქურთი პატრიოტები ამ გეგმას უჭერდნენ მხარს, მაგრამ მემარცხენეები ყველა რეგიონში და მთელ მსოფლიოში არსებობენ. ისინი ეწინააღმდეგებოდნენ როგორც ომს, ასევე ირანის რეჟიმის დამხობას. არ ფიქრობ, რომ მხოლოდ ამერიკის შეერთებულ შტატებს უნდა დავაბრალოთ ეს, ფიქრობ, ქურთებსაც უნდა დავაბრალოთ, რადგან მათ ვერ შეძლეს გაერთიანება. ალავიტები უსაფრთხოების ძალების მხრიდან ცეცხლის გახდის ხვებული ხდებიან. აქ ახლა ორმაგი პრობლემა გვაქვს. ერთი მხრივ გვაქვს აიათოლების რეჟიმი და ჯერ კიდევ სუროდი, ხოლო მეორე მხრივ ხედავთ თურქეთს, რომელიც
ძალიან ნელა იღებს აქ ძალიან კაცრ, ძალიან ტუნ პოლიტიკას ისრაელის სახელმწიფოს მიმართ. ამერიკული ოპერაცია შეიძლებოდა კამპანიის მსვლელობა შეეცვალა, მაგრამ თურქეთის ჩარევა მის დაწყებამდე შეაჩერა. შედეგად ისრაელი შეიძლება გამოტოვოს სტრატეგიული წარმატება ირანის არენაზე და ახლა ახალი საფრთხის წინაშე დგას, რომელიც თურქეთის არენიდან მოდის. დრო გვიჩვენებს. მე მაინც მინდა ოპტიმისტი ვიყო და ვიმედოვნებ, რომ თურქეთს მეორე ირანად არ ვიხილავთ. ამერიკის შეერთებულ შტატებს არ სურს დღეს თურქეთი დაკარგოს ისე, როგორც ირანის როლი დაკარგა, ხვალ კი შეიძლება თურქეთის როლიც დაკარგოს.